თითქოს ახალ აღთქმაში აღარ არსებობს ავადმყოფობა, ომები, უსამართლობანი, ცუნამები, მიწისძვრები, ჩვეულებრივად არსებობს ყველაფერი. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს. უბრალოდ ღმერთი რო ადამიანად მოვიდა, ჩვენ მივხვდით, რომ თურმე ღმერთი კი არ გვიჯის, მანამდე ჩვენ ეს არ ვიცოდით. ღმერთი არავის ჯის. არც აქ და არც მარადისობაში. თურმე ღმერთი კი არ გვიჯის. ისე როგორც ხშირად მithქვავს, მაღალი სართულიდან რომ ადამიანი ფანჯრიდან გადმოვიდეს, ხო, რა დაემართება ხო ხდებით? მერე მას შეუძლია თქვას, რომ ღმერთმა დამსაჯა. ცოცხალი თუ გადარჩა. ღმერთმა დამსაჯა. როგორ დაგსაჯა ღმერთმა, კაცო? შეხო არ გაითვალისწინე გრავიტაციის კანონი. არსებობს სულიერი კანონიც. გაუთვალისწინებლობა სულიერი კანონისა დამანგრეველია ისე როგორც ფიზიკური კანონის გაუთვალისწინებლობა. და აი ამბობს რომ რომელსა სიტყვანი ჩემნი ისმინეს, მაგრამ არ რწმენეს, მე არ დავსჯი მას. აქუს საჯული, ანუ მას თავისი მსაჯული ყავს. ეხლა რა არის ეს მსაჯული? იცით, ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ ვკითხულობ. სიტყვას რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკანასკნელსა დღეს. უცნაურია. მე სიტყვას ვამბობ, შენ ამ სიტყვას იგებ, მაგრამ არ გწამს და შესაბამისად არ ასრულებ, მაგრამ მე კი არ გიჯი. ეგ სიტყვა გიჯის. რატომ? იმიტომ რომ ეს სიტყვა კანონია. ეს სიტყვა ღვთის სიტყვა. ეს სიტყვა შემოქმედებითი სიტყვა, შემოქმედებითი ენერგია ცოცხალი ღმერთისა, რომელმაც მთელი სამყარო შექმნა. და შემოქმედებითი ენერგია ცოცხალი ღმერთისა, რომელმაც მთელი სამყარო შექმნა, იგივე შემოქმედებითი ენერგია ისმის სახარებაში, რომელსაც ჩვენ კითხულობთ, რომელმაც უნდა შეგვქმნას ჩვენ ახალ არსებებად. და თუ ამას ვისმენთ, მაგრამ არ ვასრულებთ, ან არ აღწამს და არ ვასრულებთ, ჩვენ ღმერთი კი არ გვიჯის. ეს სიტყვა, რომელიც არის ყოფიერების კანონი, მოდი ესე ვთქვათ. იმიტომ რომ სამყარო რომ მარტო თევზებისაგან და რწყილებისაგან და ჭიამაიებისაგან შედგებოდეს და გალაქტიკებისაგან, ამ ასეთი სიტყვა საჭირო არ იქნებოდა სამყაროსათვის, მაგრამ რადგან სამყაროში გონიერი არსებებიც არიან, რომლებიც ღვთის მსგავსნი არიან, მათ კიდევ სხვანაირი შემოქმედებითი სიტყვა ენერგია ჭირდებათ, რომელიც სიტყვაში ვლინდება აქ, იმიტომ რომ ჩვენ ასე ვორიენტირებთ.